უმაღლესი დონის სპეციალისტები არიან ჩართული ყველა მიმართულებით და დღეს ორი ძალიან საინტერესო მოხსენება მოვისმინეთ, რომელიც ეხებოდა კედლის ხატრობას და ასევე მოზაიკას. ორივე მიმართულებით ძალიან მაღალი დონის სპეციალისტები ზრუნავენ ფრესკების აღდგენაზე, მოზაიკის აღდგენაზე. ასევე მიმდინარეობს გამოშრობის პროცესი, როგორც მოგეხსენებათ, წვიმამ დააზიანა ეკლესიის ტაძრის კედლები, გამოშრობის პროცესიც იმაზე სწრაფად მიმდინარეობს, როგორც ჩვენ მოვისმინეთ, ვიდრე თავიდან იყო მოსალოდნელი. შესაბამისად, ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება. გელათი არის ჩვენი ისტორიული მემკვიდრეობა, ჩვენთვის უძვირფასესი ტაძარი, სამონასტრო კომპლექსი და რა თქმა უნდა, მთელი ყურადღება იქნება მიმართული მომავალშიც გელათის ტაძრის აღდგენისკენ. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგრანტო პროგრამა გამოაცხადა და მას უკვე მოყვა შეფასებები ქვეყანაში. ამბობენ, რომ ის არის USAID-ის შემცვლელი და აფინანსებს იგივე პროექტებს, ღონისძიებებს, განსაკუთრებით საარჩევნოდ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ინტერესი შეიძლება იყოს ამის უკან და რას ემსახურება ეს? აბსოლუტურად ლოგიკურია, ჩვენ საუბრობდით იმაზე, რომ Deep State შესუსტებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში, თუმცა ამ ფონზე Deep State შეესწება ევროპული სტრუქტურები გამოიყენოს კიდევ უფრო აქტიურად იგივე პროცესების არსამართად, რომლებიც წარიმართებოდა გასული წლების განმავლობაში. და ხედავთ, რომ მაგალითად გაყალბებით ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაცია ისვედი ახლა ფინანსდება უკვე არა USAID-ის, არამედ ბრიტანული ფონდის მიერ. Deep State აქტიურობს, ყოველს აქტიურობს, თუმცა ჩვენ გასულ წლებშიც საბოლოო ჯამში ვიცავდით ჩვენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს მიუხედავად უცხოური დაფინანსების ძალიან მანკიერი, გამჭირვალე და მანკიერი პრაქტიკისა და მომავალშიც მიუხედავად ასეთი პრაქტიკისა იქნება აუცილებლად დაცული ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ბრიტანეთს არაფერი, თუმცა Deep State-ს ჰქონდა მანკიერი ზრახვები საქართველოს წინააღმდეგ და სამწუხაროდ ეს არის კვლავაც აქტუალური. ბრიტანული სტრუქტურები უბრალოდ გამოიყენება იმისათვის, რომ Deep State-მა საქართველოში საკუთარი ინტერესები გაატაროს, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი ეროვნული ინტერესები და როდესაც Deep State-ის ინტერესები უპირისპირდება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლომდე დავდგებით ეროვნული ინტერესების სადარაჯოს. მინოდოლიძის და ეკაკიგაურ სპეკულაციებთან დაკავშირებით მინდა კითხოთ CSKO-ს დადგენილებაზე. რეალურად CSKO-მ კანონმდებლობის შესაბამისობაში მოიყვანა დადგენილება და NGO-ები ამბობენ, რომ დამკვირვებლების ფუნქცია შეიზღუდება. ამ დადგენილების მიხედვით კენჭის წყლის ოთახში ამათ შორის გადაადგილებით ფიზიკურად შეფერხება, რაც არის დადგენილება, მიპირად ინფორმაციის დამუშავება, პირადობის ჩვენება, რა პრობლემას ხედავთ ავენ ამ დაზუსტებაში და არის თუ არა ეს ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი? რეალურად ეს ასეთ გადაწყვეტილებები მიიღება CSKO-ს მიერ. ამ შემთხვევაში იყო გარკვეული პრაქტიკული სირთულეები, რომელთა დაძლევასაც ემსახურება შესაბამისი გადაწყვეტილება. ეს სირთულეები რო იყო, ეს ჩვენაც წინაარჩევნების პრაქტიკამაც ძალიან ხშირად მათ შორის ბოროტად გამოიყენებოდა გარკვეული ასე ვთქვათ სტატუსი, რომელიც ჰქონდათ კონკრეტულ ადამიანებს. ეს არის CSKO-ს ფუნქცია. CSKO არის პასუხისმგებელი იმაზე, რომ საუკეთესოდ მოაწესრიგოს საარჩევნო პროცედურები. თქვენ იცით, რომ ყველა წინაარჩევნები CSKO-მ ჩაატარა ძალიან გამართულად, თუმცა დახვეწის რესურსი ყოველთვის არსებობს. რაც შეეხება სპეკულაციებს არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ამას ვარ დიდი ხანია მიჩეული და ახლაც არავის უკვირს, მით უმეტეს, როდესაც აქ საუბარი ადამიანებზე, რომლებიც პირდაპირ იყვნენ ჩართული გაყალბებაში, გულისხმობ პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებას. მე შეგახსენებთ, რომ მხოლოდ ისვეც არ გაუყალბებია ეს შედეგები, ამ გაყალბებული შედეგებით манипуლირებდა მთელი ასე ვთქვათ სპექტრი ყველაზე მდიდარი NGO-ების მთელი სპექტრი, მათ შორის იყო, რა თქმა უნდა, საერთაშორისო გამჭირვალობაც. გამყალბებლები, რა თქმა უნდა, სპეკულირებენ, მაგრამ მათ სპეკულაციებს ვერ ექნება ვერავითარი ფასი, გამომდინარე იქიდან, რომ ქართულმა საზოგადოებამ მიცის ყველაფერი ამ ორგანიზაციების შესახებ. ჯაფარიძეს ხაზარეთის მსგავსად შეუφარდა მოსამართლება 50,000 ლარის ოდენობით საგამოძიებო კომისიაში მისვლაზე უარის თქმის გამო, რომ შეაფასოთ რის ეშინია და რატომ გაურბიან კითხავს ლევას ლიდერები. ამ ადამიანებს არაფერი აქვს სათქმელი, არის ძალიან მკაფიო შემთხვევები, რასთან დაკავშირებითაც საგამოძიებო კომისიას სურს მეტი ინფორმაციის მიღება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს საკითხები არის უხერხულობის შემცველი შესაბამისი ადამიანებისთვის, რომლებიც არიან ეჭვმიტანილი კონკრეტული მძიმე დანაშაულების ჩადენაში, ისინი გაურბიან მისვლას საგამოძიებო კომისიაში. ეს არის მათი არჩევანი, საქართველოში მოქმედებს კანონები და ამ კანონების მიხედვით გაგრძელდება პროცედურა. სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებითაც კითხავთ, ბოლო პერიოდში ჩვენ ვნახეთ რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირების ვთქვათ გადანაცვლება შეცვლა, რით არის ეს გამოწვეული და კიდე უნდა ველოდოთ თუ არა სხვა სამთავრობო ცვლილებებსაც.
სხვადასხვა მიზეზი ჰქონდა ცვლილებებს, როგორც მოგეხსენებათ. ზოგადად ცვლილებები საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა ემსახურება სისტემის კიდევ უფრო მეტად გაჯანსაღებას. აქ საუბარი არ მაქვს პერსონალურ საკითხებზე, ყოველთვის არის საჭირო განახლება ნებისმიერ გუნდში. და ამ შემთხვევაშიც ვფიქრობთ, რომ ის პროცესები, რომლებიც განვითარდა გასული დღეების განმავლობაში, კიდევ უფრო მეტად გააჯანსაღებს მთავრობის საქმიანობას. ამას უზრუნველყოფს ის გუნდი, რომელიც დღეს არის ჩამოყალიბებული, ჩვენ გვყავს ძალიან კარგი გუნდი, რომელიც შედგება პროფესიონალებისგან, მათ შორის გულისხმობ რა თქმა უნდა ახლად დანიშნულ თანამდებობის პირებს. ჩვენ ყველანაირად ვისურვებთ იმისათვის, რომ გაგრძელდეს ქვეყნის ეფექტიანი სწრაფი განვითარება. პარლამენტის თავმჯდომარე პოსტსახელმეთ პაპუაშვილი საუბრობს, რომ უცხოური ფონდების მიერ ფინანსდება კამპანიები, რომლებიც მათ შორის არის აგრესიული აქტივობები, თუმცა საერთაშორისოების და მათი წარმომადგენლების მხრიდან არ ხდება ამის დაგმობა, როგორც ის ამბობს, დაგმობა, არ დაგმობა არის წახალისება. თქვენ როგორ აფასებთ? ეს არის აბსოლუტურად ზუსტი შეფასება და ჩვენ პირველად არ ვართ ამის მომსწრე. არის სხვადასხვა ტიპის ექსტრემისტული, რადიკალური აქტივობები და რა თქმა უნდა ამას დუმილით და ზოგჯერ არა მარტო დუმილით, ზოგჯერ კონკრეტული განცხადებებითაც ახალისებენ ჩვენი უცხოელი, ასე ვთქვათ, კოლეგები, რაც ძალიან დასანანია, ძალიან სამწუხაროა. სამწუხაროდ ღირებულებებს არ ეფუძნება ცალკეული საელჩოების მოქმედებები, ცალკეული ორგანიზაციების მოქმედებები. ეს არის ძალიან სამწუხარო და დასანანი, მით უმეტეს რომ ჩვენ საუბრობთ ისეთ ქვეყნებზე, რომლებსაც აქვთ ხანგრძლივი დემოკრატიული ტრადიციები, მაგრამ დღეს ისინი ამ ტრადიციებს არ ადაგებენ. რომ შეაფასოთ აჭარის ახალი მთავრობის ახალი მეთაურის თამაზაშვილის კანდიდატურა, რა შეგიძლიათ გითხრათ მასთან დაკავშირებით? ბატონი სულხან თამაზაშვილი არის ძალიან გამოცდილი კადრი და დარწმუნებულია, რომ ის ამ პოზიციაზე იქნება ძალიან წარმატებული, ძალიან ეფექტიანი. მას ძირითადად ჰქონდა გამოცდილება სამართალდამცავ სტრუქტურებში, შინაგან საქმეთა სამინისტროში და იყო ძალიან წარმატებული ამ პოზიციაზე, მათ შორის ბოლოს იყო ქალაქ თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსი, რაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა და ძალიან მნიშვნელოვან უნარებს მოითხოვს. მან ყველა საქმეში გამოავლინა ის, რომ არის ძალიან წარმატებული მენეჯერი, წარმატებული პროფესიონალი და არის კეთილსინდისიერი ადამიანი. შესაბამისად დარწმუნებულია, რომ ის საუკეთესოდ გაუძღვება იმ საქმეს, რასაც ქვია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე. თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით გითხრათ, ოპოზიციაში არ არის ერთობა, ცნობილი გახდა, რომ ხაზარაძის პარტია კატეგორიული წინააღმდეგია, თუმცა არ არის ყველა პარტიის კადრები ცნობილი. თქვენი შეფასება როგორია და მოლოდინები როგორია, რა შეიძლება ვთქვათ არჩევნებში? ჩვენთვის დიდად საინტერესო არ არის, ალბათ ჩვენთვის გარკვეულწილად საინტერესო შეიძლება იყოს მათი მონაწილეობა, გამომდინარე იქიდან, რომ კიდევ უფრო მძიმე დამარცხდებიან ესენი თვითმმართველობის არჩევნებში, ვიდრე დამარცხდნენ თუნდაც წინა საპარლამენტო არჩევნებში. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ შეგვიძლია იმაზე მაღალი შედეგის მიღებაც კი, ვიდრე მივიღეთ საპარლამენტო არჩევნებში. დღევანდელი კვლევები ამაზე მიუთითებს. დღევანდელი კვლევების თანახმად ჩვენი რეიტინგი კიდევ უფრო მეტად არის გაუმჯობესებული. დანარჩენი არის ოპოზიციის საქმე, ასეც და ისეც. ოპოზიცია არის განწირული ძალიან მძიმე მარცხისთვის 64-ვე მუნიციპალიტეტში. ეს მინდა დავაკონკრეტო. ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ როგორც მერის, ასევე საკრებულოს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში მთელი ქვეყნის მასშტაბით. მე მინდა დღეს თქვენს წინაშე წარადგინო ბატონ ბატონ სალია, მას აქვს ყველა თვისება იმისათვის, რომ ღირსეული ხელმძღვანელოს ამ განსაკუთრებული მნიშვნელობის გამოიწყოს ჩვენს ქვეყანაში. ეს არის არა მხოლოდ ძალიან კარგი პროფესიონალი, არამედ ყველანაირი ადამიანების ღირსებებით დაჯილდოებული კეთილსინდისიერი ადამიანი. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელსაც თქვენ ხელმძღვანელობთ, რომლის ლიდერის წამდებით. რა თქმა უნდა, მე ესმის კარგად და სულად ვაცნობიერებ, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრი. პირდებით საზოგადოებას, პირდებით თქვენ ღირსეულად ვიმსახურო ამ თანამდებობაზე ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას.
რომ აქ ყოფნის პერიოდში კიდევ უფრო მეტი გაიგეთ საქართველოს. As deepen your understanding of Jordan. One more time. Thank you. I hope you. Our cadets helping them to start working on. If you want to go far, stay together. ჩვენი სტუმარი ქვეყნების ოფიცრები და მომავალი ოფიცრები ვიზიარებენ ჩვენ ცოდნას და ასევე ანალოგიურად ჩვენც მათ უზიარებთ ცოდნას, ჩვენს გამოცდილებას. ასევე მნიშვნელოვანია იმით, რომ ისინი ეცნობიან ჩვენი ქვეყნის ისტორიულ, კულტურულ ადგილებს, ნახულობენ ჩვენი ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს და იგებენ მათ მნიშვნელობას, იგებენ მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში, როგორიც იყო მაგალითად სპორტული ღონისძიებები, ასევე საგანმანათლებლო და ინტელექტუალური ღონისძიებები და ეს ყველაფერი გვაძლევს იმის შანსს, რომ გავუზიაროთ ერთმანეთს ეს ცოდნა და დავამყაროთ ჯანსაღი ურთიერთობები ჩვენ სტუმარ ქვეყნებთან. მონაწილეობდა 15 საგანმანათლებლო დაწესებულება, მათ შორის 11 ქვეყნის 12 სამხედრო სასწავლებელი. აღნიშნული კვირეული მოიცავდა კულტურულ შემეცნებით და სამხედრო ღონისძიებებს, აქტივობებს. კვირეული ემსახურება პროფესიონალური კავშირების გამყარებას ქართველ იუნკერებსა და მათ უცხოელ თანატოლებს შორის. დღეს ჩემთან კლასელებთან ერთად ვარ მე-6 არტილერიო ბრიგადაში და დღეს გავეცანით ჯარისკაცების ერთ მთლიან დღეს. ასევე ვისადილეთ მათთან ერთად, ვივარჯიშეთ სპორტდარბაზში და გავიხილეთ სხვადასხვა იარაღები. ჩემთან კლასელებთან ერთად ვიმყოფები დასავლეთის მე-6 არტილერიო ბრიგადაში. დღეს გავეცანით ჯარისკაცის ერთი დღის ცხოვრებას, ასევე შეიარაღებას და საბრძოლო ტექნიკას. მოხარული ვართ დღევანდელი დღით და ასევე ვფიქრობთ მომავალში შევუერთდეთ ამ დიდ ოჯახს. მოსწავლეებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ ბრიგადის ინფრასტრუქტურა, გასნობოდნენ ჯარისკაცის სახელმწიფო პირობებს, ასევე ისადილეს ბრიგადის სასადილოში სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად და დაათვალიერებს გამოფენაზე გამოყვანილი შეიარაღება და ტექნიკა. მათთვის სიმულაციების პრაქტიკაში ჩატარდა საჩვენებელი სწავლება. ჯერა რომ ეს პროექტი აქტიურ წვლილს შეიტანს ჯარის პოპულარიზაციის საქმეში. ახლოვდება ბზობის დღესასწაული და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ კოლხური ბზა წითელი ნუსხით დაცული სახეობაა. ბზა გადაშენების საფრთხის პირასაა, მიზეზი მისი უმოწყალო ჭრა და ტოტების დაზიანება. ბზის ხმობა ბოლო წლებია საქართველოში განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს. დღესასწაულისთვის შევიძინეთ მხოლოდ ქოთენში გამოყვანილი ბზა. არ ამოძირკო, არ დააზიანო ბზის ტოტები. გაუფრთხილდი შენი მომავლისთვის. გადაარჩინე, გაახარე შენი ბზა შენთვის. ვიზრუნოთ ერთად კოლხური ბზის გადარჩენისთვის. მე დავრგე ჩემი ბზა. დარგე შენც.